გამარჯობა ხალხო, თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. Როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი. დღეს ახალი ბეთლი გვაქვს, მეორე ნახევარფინალი Marlo JJ vs Taha და Bani. საკმაოდ საინტერესო ბეთლი იყო, საინტერესო რეაქცია. სანამ დავიწყებთ ამ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი მეტი სიახლისთვის. აუცილებლად შემოდით ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. ჩემ Discord server-ზე ზოგადად ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება, მაგრამ აქ გვაინტერესებს ახლა კონკრეტულად ნოტიფიკაციები, YouTube-ი მაზავს ხოლმე ნოტიფიკაციებს სტრიმებზე განსაკუთრებით. ხანდახან სტრიმს როცა რთავ საერთოდ არ აგზავნის ნოტიფიკაციას და რო არ გამოგჩეთ, აუცილებლად შემოდით Discord-ში და სტრიმების channel-ში ყოველთვის იგზავნება ყველა სტრიმის ნოტიფიკაცია. შესაბამისად არასდროს არაფერი არ გამოგჩებათ. ვიდეოების channel-შიც იგივენაირად ვიდეოებზე და ასევე ვიცი რომ ბევრს გიყვარს სტრიმების ჩანაწერში ყურება. შესაბამისად იმის გამო რომ სტრიმებს აღარ ტოვებ ხოლმე public-ზე და unlisted-ზე მაქვს. ყველა ლინკი სტრიმების არხში არის, შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის ასურველი სტრიმი, ჩაუჯდეთ და უყუროთ საწიამოვნო ყურებას გისურვებ. მოკლედ ძალიან გამიხარდება თუ ჩემი Discord community-ის წევრი გახდებით. Instagram-საც თუ გამოიწერთ, საერთოდ ოქროები იქნებით და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. Მზად ვარ დავიწყოთ! პირველი რაუნდი! არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ! ძალიან default beat-ია. აი, ძალიან default beat-ია. მართალი იყო ჩატი. შენი კაბენი ტვიში ასე ადილეკება Bani დაიჯვია ბიძე ესე არირებება Yo, ნახევარ ფინანსიოს გავიტანა გასპარა ნიძა მოგეპარა წასიერი მოგეპარა Bani გამოვალო მარა და ამომეპარ გამე წასიერი ერთი პაჩი მაის მოგეტარა მოგეგვარებინა და მან კადა ვაგენა ვანგედა მალა მან სათმა და მან გადაფარა თან გადაგალა გასმა ამ სუპრაზე მე ვარ თამადა ბიფოზე კანიბალი ვარ ტიბოდა ბიტებზე კარტინალი კარტი მალე ძვები მაგათი პალი ჩამი ბალე ძვაკო არ გაიხალე კარტი გალე ძაღლი ხანეცე ბალი გვერდზე გადი ბიცე ვარ პრენზე მადა შენზე ბარ ჩვენზია შენში განდა შენში გან შენ კალაქსი შენ სუპაჯი ბაუ არის რომ მეზობლებს ზუგზუკანდის ამ შენ მეგობრებს სალი თვალიდან გაგიშვეთ მეგობრებს ისე ვიზა მაისმენი ტრებოდეს ეს კანდი კაშური იმენა ფორმა და შური მაგ პარაშუტი ციდან ვეშობი მაგ პარაშუტ I'm gonna shoot me I'm parachute bitch you are gonna show მეგრელებში მოხდა გურული ფინალი დინარე სიყვია ბიჭებ სინალი დავწვი სალადა წერილი სენ სადაც არ ვიქები მოვკანის ფინალი ნაკრებზე ჩაწერე ტრეკი და კლიპი აჩუქეთ ბილეთი არ მისეს ტიპი შიერი ხდებოდა სამი ტიპი ვერ ჭამასაჭველი და დოქიპი გადაიღო ფატო გადაიჭვა პიპი თუ გინდა ოთხიოთ ზემოდი ჩიპი ვაკაცის კორჭელი გამაზა მაგრამ რა სავარია ტრიბუნაზე და პივი ორი გაუთი არ შეუშვანელი ვანგელი და ბიჭ გამოვაჭამე კელი ეს არის მძავრი მე მატარებელი პასუ ამ გამას არ დაადო ხელი და კელი ვაწელი მაჭველი ნაცენ აკარ წამაქციო პაჩი გაწელ Bani tu beni ukani tu keni tu kani tu kela ke nu kana dagore da hamere gagore bani mato mani megrelebi aro plani da ispani sekta klani chame kani mulani kani pa bitte cheki chani trabi ati bali bisio da me rao fare saban tu gambani ari rao dani ambani tu kapari ari argina baban chen gambani ari okhawi ambawi chen maki gaga chamar chabiti ya gisarato khara passport chabili da uba biche bika da skocha bani dai dam hota gacha chekar kuchu vafi peshi tu sana marcha ude ban motepas foto cheka klesa chorke zaki gavkhar foto soli gaqida gezaki chance tu jay shemouda tiki taka taka shito me paka boom boom taka like shaki da yak tabi waka yo midi khantashi ar migi gotenka minda establi war geika akedam panchi questenka gegona udari Bani buliki და ნეწევადის დაჰაკიო ჩების ნაყინებს ლოკას კოსტუმი მოგეცვა ჩაიწვი შოხლა სახში თუ იცი არეპერი როხა გაგარტყა მარცხენა მოწიე ლოყა დაიწყა მოწევა ხმა და იფოხა მოსაწველი გადამურია შეთუცხაველი ხაცროხა ინკა დამალე პლინტუსი თქვენი პროცენტის ფამი მაგვივუსი თქვენ რომ მომიგებთ ეგარის კადესტრეკი ალო თქვენ თავში ეგარის ილუზია ნახო არი ფიქრობ რომ თქვენზე ვფიქრობდი მთელი დღე აკაპელას არ დავწერე მაგრამ ყალეზე მეკიდე Yeah. Picho, კარჩ. შესრულება ნორმ კაი ხოდი კონდათ, მაგრამ დიქცია რა, აი არ ვიცი. კარჩ, BDM-დან ვინც არის მოსული, ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს დიქცია. აი მარტო დიქცია და კიდე ერთი რაც მინდოდა რომ მეთქვა, რომ აი მთელი ვერსიის განმავლობაში ვიჯექი და ველოდი რომ აი გაიჩითოს პანჩი რა. რაღაცა ისეთი თქვით, რომ აი პანჩი. ანუ არა რაღაც ცდელობები იყო, მაგრამ როგორი პანჩები იყო, იცი? აი არ პანჩიც არ იყო რა. ტექნიკა კარგი აქვს, რაღაცა კარგად იქ იმას აქნეს ამ JJ-მ რაღაცა საკაიფო პერფორმანსები გააძრო იქ შაკალაკა ვაკა რაღაცეები. მანამდეც და ერთხელ ქნა და მე მეორეჯერ გაიმეორა, ანუ კარგი იყო. It was cool. სწრაფად რო კითხულობს კარგია, მაგრამ მიკროფონს თუ სახეს აქნევს ძალიან თუ მიკროფონს აქნევს ძალიან
ჭირს მაგ ყველაფრის მოსმენა. ანუ მოვისმინე, მაგრამ მომიწია რომ ყური დამეძაბა იმისთვის რომ მომესმინა რას იძახდა და გამეგო რა. ხო, რავი, რაღაც გასაგიჟებელი არისო, პროსტა ანუ ვაფშე ფანჩი არისო რაუნდში და ძალიან ჭირდა ყველაფრის გაგება. ერთადერთი ეგ იყო ტექნიკა ნორმა. შემდეგი ეხა ოკეი, ეს გასაგებია. ეხლა ამათ პასუხი. ამათგან უკვე ვიცი რასაც. ეხა აქ ფანჩი მე როგორც მგონია წინასწარ აქ ფანჩიც უნდა იყოს გავიგებ actually რასაც იძახიან ეგ ზუსტად ვიცი მაგაში დარწმუნებული ვარ 7 არ იყო ძმა არა 7 ძალიან ბევრია ეს იყო ნუ 5 honestly არ მინდა რომ არც ზედმეტად რაღაცა გავაკრიტიკო და გავანადგურო მაგრამ თან არ ვერც კაჩავს რა აი 5 იყო, აი ძალიან საშუალო იყო რა. 7 ძალიან მაღალია, bro. 5 რა, საშუალო იყო რა, არც იქით არც აქეთ. კაი, მოდი ახლა ამათ მოусმინოთ, დავე. Yeah. რაო, ერთი წამი, დოკი იქნება PvP-ზე, ეგ საინტერესოა უკვე. Yeah. Yeah. Hey. Yeah. Marsla arაფერი არის მოდა. ანუ რაუნდი არ დაუწყიათ უკვე პანჩი გააძრო ძმამ. ანუ Marsla arაფერი არის მოდა. Okay. პირველი რაუნდი. რაო, რა სამასკაძე. ნიხუიასიბე, хорошо. მეწოდინება. რომ ბეთლების გარდა არაფერი არ გაინტერესებს ზოგადად. აი ღირსები ხართ ეხა ეს ჩავრთო და 我也要使他成为大国。 არტისტები, ჩემგან ხელმარცხნივ. Yeah. Ismis. ეს ახალი თაობა გონიათ, მაგრამ ეს უბიდია. ჯეი და ჰასტოლია და მარლო ჩემზე დიდია. მაგრამ რამდენი ხანი პიდია, ფეთავს ლიგინებ, ფეთავს იდირებ, ფეთავს ვიტინებ, ani წერტილი. ეს ორი ზუკლე და მასტერილე, აღარ გამრავლეს იქენ. ხელებს თუ იქნევ, ორი რეპერი არა ხარ თქვენ ჯამში. ეს არის ჩაშლილი უმორი და ჩემო ბაღაში, დამუბრიდე გურამჯაში. ეს აზრი დაგება და ვაგეს არ და ეგო, მაგრამ აგერ ჩახარ, ხარ ვირთხა გასთან ზურგში და ნაშენიანად ბეთულებში ეს უდაბნო ახამ გააშენიანა ისე შეძლებ ჩვენ მოგებას როგორც მოგცეთ ჩვენიანა ენა როა დარდალო ამო უნდა დედაბლო დაბანი იმიტომ არ წასულა პროექტი და რომ მერე თქვენ აქ მოგეყვანათ მარლო დალი კარიერა 4-3 თვით ამაშე ბავშვებში პაპაკალო ეს კალამი გაისტატოლებში ამიტომ ვერაფერ ვერასდროს და მაგდოღე მარტოჯერა თამათ მოგვიგეს როცა თვითონ დაგრიმორივეს კიდევ მთელი პიტიები მოვიდეს კიდევ მთელი პიპიები მოგიგეს და გამებულია მთელი მორგი დღეს მატადორი ვატომე ამ კორიდორს სულამდელი ბერლი ჩაატარე ცხოვრებაში მაგაზე მეტი მე მოვიდე და ამა თუ დაუდა დონებაში და დავიდა ბინეხალი რატო მოაწერე უნდა დაგეკიდე გაჩილე ბიჭო გაჩილე ეიო bro ეიო ეს უხდება ყველაფერი ჰიპ-ჰოპს როგორ მოგწონთ რაც ხდება მოდი ბიჭო Wow, okay. Короче, აკეხა ну, окей, ფოლაფია, გასაგებია, მაგრამ უკვე რაც შემიძლია რო თქვა. ბანი რაღაცა ძალიან ნერვიულობს თუ რა ჭირს. ანუ ბიც ცდება არა, აი, რაღაცა ძალიან ისა, არ ვიცი როგორ ახსნა. აი, წარმოიდგინე რომ ნერვებზე რო ხარ ძალიან და რაღაცის თქმას რო ცდილობდა ენა რო გებმევა. აი, რაღაცა ეგეთი მომენტი ეტყობა რა. ანუ ეგ რაც ბანის ვამჩნევ რა და დაჟე რაღაც close-up-ი რო იყო დაჟე თვალზე შეეტყო რაღაცა კან რავი რატო ანერვიულდა ეგრე ვერ ხვდები ანუ რამე ხდება და არ ვიცი თუ ძალიან weird იყო მაგრამ დალშე მეორე ანუ ტაჰა ზედმეტი აგრესიით იყო იდეაში ბანიც ზედმეტი აგრესიით იყო და ეს ნერვიულობა თუ რაღაცა იქიდანაც მოდის ბაზარი არა მესმის ე ყველაფერი მაგრამ ზედმეტი აგრესია like what როგორ დაიძაბა
რა პანჩები წამოვიდა რა ისინი წამოვიდა ხო ანუ kind I look like it bro პირველი რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ ეს ახალი თაობა გონიათ მაგრამ ეს უბიდია ჯეი და ჰასტოლია და მარლო ჩემზე დიდია მაგრამ რამდენი ხანი პიდიებს ეხავს ლიკინეს მეტავს იტიგრას მეტავს იტიგრებ ბანი მწერდილი ეს ორი ზუკლა და მასტერილე აღარ გამრავდენ იქნებ ხელებს ნუ იქნევ ორი რეპერი არ ახარ თქვენ ჯამში ეს არის ჩაშლილი იუმორი ნაჯემალ ბაღაშვილს გამოფრიდე გურამ ჯაში ეს აზრი დაგება და დაგეზარდა ეგო მაგრამ აგერ ხარ ვითხა გასა ზურგში და ნაშენიანა ბეთურებში ეს უდაბლო და ჰამ გააშენიანა ისე შეძლებ ჩვენ მოგებას როგორც გინდა თქვენ რიანა ენა რო ატარდალო ამა უნდა დეტაბლო დაბანი იმიტო არ წასულა პროექტი და რომ მერე თქვენ აქ მოგეყონათ მარლო თელი კარიერა 4 3 თვით თამაშე ბავშვებში პაპაკარო ეს კოლომი გაიცვა ძოლებში ამიტომ ვერადოს ესა და მაგდო მართლა ჯეროთა მაგო გვიგეს როცა თითო და კლიკორივე კიდევ თელი BPM-ი მოვიდეს კიდევ თელი BPM-ი მოგიდეს დაკავებული ოფთალი მოგიდეს მატადორი მაწყობია კორიდეს სურამდენი პეტრი ჩაატარეთ ხოვრებაში მაგაზე მეტი მე მოვიგე და ამა თუ დაუდედონე მაშინ აქ დავიდა ბინახალი რატომ მოაწერა უნდა დაგედი გორია ჩვენი ორი ფატალიტი არამიდი არარგინა არასუნი არაგევ პარაფინი ჩაედინა აი ჯეიჯე სენსე ჯეიდე ნაბაჩი თქონდა მერიდეში ნაკრატიტო და JPDM-ი JDM-ი ვარ პრადეში მთელი დღე აქ ხაბარიყო შენთვის აქ პარიზია დამიკო იყო არ იყო და აღარ იყო დაითავსები რო გავრიყო აქ არმატურა და გაგიყარებ ერე არტურა მეს გადაიღო აქ დოზები მე ამ ქარაგბებში მინდა საქართველოა გაიფო შენ ფეხი ფეხზე გადაიდე ხელი ხოცე ძებდი მარაიდო ოპონენტის ბაზე ფორაიდე მათი ცოდვა ყოვათავზე არაიღო იარაღი შევიგზა იპოფი გაგაჩერე მარა ფინანსური ფინანსური გაგაჩერე მე არა მაგაჩერება შემდეგში აგერჩე რეაქცია გაგვეთა იუთზე რო გაგაჩერე მოგებისთვის ვასაკეთებ მიდით კითხეთ სანდოტიმეს გინდათ გამაბრაზოთ ოდა აღარ დავტოვებ შეკით რა გინდო და პროიბანია გაგინებს ატაქსინეს აგაგახავს ანგადირე დაბლოზე ვწერა გარიშებში თვერკეჯეი ამბეძე ვიზოზე იოვზე გვაგრე არჩინოზე ვაცორებისას და არა მგონი ამგეს საკუნმემ რო აგაცილოს გაგერვა დიფენსი დიდი კბილებია გამიტომ მოგება შეტოვიცნილობს აზამე ვიფავო მარლო შემბოლო ტიპიკალურით ვიდე რო ყლეზე მიპერები მოდიან და მიდიან პერკიდიან ბიბიბიზე გამოდიან კბილებიანი ხიბიანი მაგრამ მათი ბაზარი სურამდენი კაპიკი არის მათი ჩვენთან დამარცხება კარიერის პიკი არის ჰეჩა ჩემი ხმა გესმით არა ბიჭო აჰას რაღაცეები რაღაც მომენტში ვერ გავიგე საერთოდ ვერ გავიგე აჰას ბარები რა ნუ ტექნიკა ვიცით მაგაზე დაჟე ლაპარაკიც არ მჭირდება ვიცი რომ კარგი აქვთ ბანის აქვს სერიოზული პრო ბიჭო არ ვიცი ეხა სტრიმზე ხარ თუ არა ბიჭო რა გაატრაკე საქმე ერთი ბეტლი ჩაატარე ისეთ რომ გაციებული არისო მანქანა არ დაგჯახებოდეს ბეტლამდე ერთი ცალი პერაშკი არ კონდეს ნაჭამი ორი კვირის განმავლობაში რაღაც ანუ შეგიძლია რომ ერთხელ რა ნორმალურად ადამიანურად ბეტლზე მოხვიდე და ანუ რაღაცა არ გჭირდეს დავიღალე სულ რაღაცა გნერფავს და აი მეც დავიღალე ყველა დაიღალა ვაფშე რა ვიცი აი მართლა ანუ კარგი იყო მართლა ბაზარი არა კი იცით რომ კარგი იყო პროსტა ანუ იმით აფუჭებენ რომ რავი აი ბანი გაციებულია მაგალითად ან რაღაცა ტახაზედ მეტად ზანერვიულებულია ანუ ასწორებს ეგ ემოცია ასწორებს ეგ ხოდი ასწორებს ეგ ყველაფერი მაგრამ აი ტახას მომენტში აქ ზედმეტში ისეთ ზედმეტში გადადის რომ უკვე აღარ ისმის რას ბაზრობს უკვე რაღაცა ხვაზე ხარვესში გადის ანუ ზომიერად კარგია მაგრამ იმდენად ბევრი არის რომ აი უკვე ზომიერად აღარ არის და იმაშვება რა ქვია აფუჭებს რაუნდს ხდები და ბანის ხმაზე აქვს პრობლემა იმენა აი როგორი არის ჩემთვის იცი ბანის ხმის მოსმენა კარგი იყო აი დარწმუნებული ვარ რომ კარგი იქნებოდა ეგ რო არ ჭირდეს და აი როგორი პონტია იცი აი დაფაზე რო ცარცით აი ესე რო იმას იზავ და აი საშინელი ხმა რო არის რო ყურს რო გტყენს რა არა და ვიცი რო ანუ ეგ ხარვეზი რო არ ყოფილიყო კარგი იქნებოდა დანარჩენში რავი ამ პირველი დაჟე აი ამ ხარვეზებით და ფულაფით და
მთელი აგრესიით და ხმებით და რაღაცეებით ბითის აშინელებაა მაგაზე უკვე შევთანხმდით მაგაზე ორი აზრი არ არსებობს და საჭიროც არ არის მაგის აღნიშვნა რა პირველი რაუნდი აი ამ ყველაფრის მიუხედავად ამათ ბევრად უფრო დრაივიანი და ისეთი ქონდათ რა მაგრამ აი არ ვიცი რა ეხლა რო თქვა რომ ტაჰაბანის მივცე პირველი რაუნდი ეგეც შეიძლება არა იმიტომ რომ იქ შეცდომა ქონდათ იქ რაღაცა იქ რავი ბიჭო საბოლოო ჯამში იმის და მიუხედავად რომ მაინც ტაჰაბანის ვერსი უფრო მომეწონა ესეც ხუთი იყო ანუ აი ცვეთში ვერ აჯობეს ყველაზე ხარ პირველ რაუნდში აი კაროჩე პირველი რაუნდი თანაბარია რთულია აქ თქმა რა იდეალურად რო შეესრულებინათ ამათ კაროჩე JJ Marlos რო იდეალურად შეესრულებინათ თავიანთი ვერსი და იდეალურად რო ტაჰაბანის შეესრულებინათ ტაჰაბანი მოიგებდა უეჭველი მაგრამ ორივე მხარეს ქონდათ რა ისეთი ხარვეზები რო აი რავი ხუთზე ჩამ რავი ოკეი გავაგრძელოთ კაი შემ მეორე რაუნდი ნაგუ არაფერი არის მოდავავს მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ შენ გინდა პელეს მოუგო მაგიტო იგროზები გაგიგდე მთავარიო პიდო ბითი ჯერ ვერ დავამოღამე მაგრამ უკვე როგორი მომენტი მაქვს იცი აი რამდენჯერაც სპინოს ბითი არის ხოლმე არ მომწონს და მე მჭირს რაღაცა თუ შენ გინდა პელეს მოუგო მაგიტო იგროზები გაგიგდე მთავარიო პიდო თვალესი უშეტი შენი ოცნება გოუთის დაგდება ჰო არის მე ერთვეში ვქენი რასაც კარიერა მიუძღვენი ძმაკაც არასდროს დავცინე მათ უარებს შევეცი ნუ ეს ჯობდა პირველს ეს ბითი ჯობია უკვე როგორც შემოვიდა ეგრე ჯობია პირველს კი ქენი რასაც კარიერა მიუძღვენი ძმაკაც არასდროს დავცინე მათ უარებს შევეცი რამე თუ გინდა მოდი და კომენტარებს შეეშვი შენი გუმირივით არ მიდა ჩამავდე ხელებში ძალიან გამოყვები ზედმეტი გაუშვი ვენებში ერთი ფეხების ბრატია მეორე კის კამერი გაუჯი ყავდა შემდგარი რეპერი და ლამერი და ჰაბასნია და შეჩემა ცოტა გაერი და სახეშ დაგვიყენებს მერე დატუტან გადადე და სათხარცმა გაბაგავ გამატანე გამატაო გადატანილსა და გასა შემოვდივარ გასადან პასუარ დაწერო ლექსი ამ რეალობაში ბაზარს ვერ აჯერებს ლექსი ისება ფეხი გაშალოს ჩხუბიდან გაიცეს თავისი ძმაკაცი გაშალოს მე ვიცი რა უნდა ქნამ ბეჭის მერე პირველმა ინსტაგრამზე უნდა შეაჯვა და ბიო წაშალო ისე მანქანა ამ ფლოუს გაკისელზე მე ვქანა არ გაქანა ცუცა არ გაქლეივა ადა ამას გიტა გაუგაჭა შვილოს ადბანო შეკლება კანა არ გვაგანა შენო იბურტყები არ დაგბანო დავკურა კეისი გაუდი პარა ეს რა ფინია ალკანტარა გონი მართლა ტაღაშნა ფურთხი ხარ ვაფშე ნაკურთხი ხარ სიგაგა დამაგას გაურბი ხარ ვაფშე რა დონდი ხარ ვისაც უნდა ბიჭო JJ ამ რაუნდში მომწონს აი თესლია გამიკვირდა მართლა გამიკვირდა არ ველოდი აი ძალიან კარგია არ ველოდი დიქციაც კარგი აქვს შენელდა კაროჩე JJ როცა არ ჩქარობს ჩქარა როცა არ კითხულობს და რაღაც აი უფრო აი ამ რაუნდში როგორი ფლოუებიც გააძრო ეგეთებს რო აწვება ბევრად უფრო კარგი არის ვიდრე როცა ხო აი პირველ რაუნდში რო იფსაც აკეთებდა რა აღაშნა ფურთხი ხარ ვაფშე ნაკურთხი ხარ სიგაგა დამაგას გაურბი ხარ ვაფშე რა დონდი ხარ ვისაც უნდა მათხოვარა ყლებავში პარაში იმას ვისაც ეშინია რო არ მიცე ხახაში არ გამოვალ მაგაში მიდი ტაჰა აგვიხსენი ეგ სიტყვების თამაში მე ჩემ სიტყვას არ გადავალ ჰო იძახთი ძმამაში გაიხსენე თბილად რომ გადაეხვევი საბაში გამიკაჩე ბაზარში შენ თუ გეყოფა ბაგაჟი ბევრია შეტობა თუ არ გინდა დაგაბაგაჟნიკო ჩერებიცის და კალაშნიკოს ქალაქში შედუ ჰენრი კევილი ხა კრიპტონიტი მარაგში მოიცა ეხლა სად ვიყავით თქვენ რო წერდით შარაფში ბანის რო ემუქრებოდი მართლა მუტლე გამაში ჩეჩი დავიხალი ამ კლერეპერების ჭამაში ისეთი კესლი ხარ არ გადაგატესლებ ვანაში ონდი სამეჯი აგვისტოს მერე აგან მოგიგია რაუნდი ყველასთან ჩაიჯვი ბიჭო რა pound for pound-ი შეიცვალე პარა ბევრჯერ შეიცვალე საუნდი ბანი არის პრობლემა და ნიკა ამას გაურბის და გაურბის ყველას და ყველაფერს თავში რაც აქვერა ჩეს დეპრესია შეჭამჩეს ვეგარ ვითარდება და ხას ვეგარ გასწრებს გვერდზე დაიყენა იცოდა რომ ჩაუდებდნენ ყეს თქვენი პარა ორი პარა დაიფარა ბანი მძინა ბეჭი და ხასთან წააგო გაიფარა გარეთი შტატა გრუზული იცოდა რომ ჩაისვარა ბეჭი კი მოიგო მარა და ხას ვერ აჯობა კმარა და ჰამგელი ახარ უფრო დაკარგული ლოიკო ეს ლოინების თმა ანი ხმა ანდა ბაიკო შემოვედი სეროში პანიკა ტეხესარიკა მაგარი წყვილი ხარ ცაროჩკა და რემბო მაიკო ბანი რატომ ერიდებოდი რატომ მიყურებდი ისე თითქოს
ვერ ხვდებოდი ხევანდელი გადმოსახედი და ყლე რეპერი ხარ რეპერი რო არ იყო უბრალოდ ყლე იქნებოდი მე გაჩე ხო ამ რაუნდში JJ კარგი იყო Marlo kinda I don't know bro აი Marlo რაღაცა აი ესეთი იყო JJ იმენა საკაიფოთ იყო საკაიფოთ უბერავდა აქ რა გამისტორდა ეს რაუნდი ბევრად ჯობდა პირველს ცოტა პანჩიც იყო ანუ მთლად ისე წყალი აღარ იყო ანუ აი ეს აღარ იყო მთლად რა 6 7 არ იყო 7 არ იყო 7 იმენა ძალიან solid კარგი უნდა იყოს 6 აი 6 ნახევარზე რავი შეიძლება მაგრამ 6 ვიტყვი რა დავაი ესენი რასი სად ვართ გავაგზავნოთ მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ ერთ The number you have dialed is not available at present. Please leave your message after the beep. Თქვენად დააგვიანეთან ძალიან ადრე მოხვედი სკრიპტია დაწერილი მე თუ სეზონზე გამოვედი და ახლა ისარგებლე განათება შენი მომენტი რამდენი პროცენტი წავიღო თუ მთელი კონვერტი ამ თამაშებს არ გიხდის გადმოწერე ტორენტი ამდენ რეპერს გაამწარებდი მინდოდა უფრო მეტი შენ ახარ მათხოვარია გაცეკვებ მონეტის სინათლეზე საფი ვარ მეღარი გაკაჭოს მიტომე თქვენი glazy face to face მელოსთან ვიზიარებ სცენას არავის უთხოვია რო კბილი დააჭირო ენას რამდენია შანსი იმის მეგამასტროს ეგ რო გააკეთოს ვერი ბაზრებს ვეღარ ასდროს თქვენი მენტორი ეს სექტორი მე-12 თქვენ ღრმული პროექტის გამოვედი როგორც პრომეთე ხელშეკრულება და დეშენ გიყვარს ლაპარაკი შეგვამ დაგავიწყა როგორ უნდა დააყენო ტრაკია თქვენი ბაზარია პერეცი და შევეცი ვით შემეცი და მე არავინ შემეწოდა შევეცი და შევენ ხარ ტემესი სადაც მიწოდეს მემესი არც ერთი ჩემი ტოლი მხოლოდ მე წყვილია ნემესის თქვენ ახარ ქირქიანები და გასხავთ პერეთის ორივე ვერ მოიწმეთ რაც ერთ ყურში მარტო მემესმის ამ პეტრის მერე კოა და რუსია თეთრებში და თქვენი სისხლი დაიღუება LGBT ფერებში ჩვენი ბეთლი კარგად რომ აგიხსნა JJ შეხარ Neverland-ში მე ვარ MJ ბოლომდე დაუნდობელი ვბაზრობ რეიჯზე ვარ თქვენი საყვარელი ციგნის ყველა პეიჯზე რამდენს გაბედავს ეს თანთალა ჩვენ ბარებს ერთესტავს მანდალა სადასდეს სიმართლე მანდა სანტიმეტრი კანტი კენტი ბანდა მუნდი დაქტი ტექტი ჭახი ჭუხი ბახა ბუხი რუხი მგელია ასე კი გარებავს ყველა მომდევნო რეპერი მაგრამ რა აზრი აქვს თუ არ გითხოვს არაფერი პლასტიკური ქირურგი თუ მარლო არის გასაკერი მიდი გაინაზე ფლოუთი დიდი ხანი მოუნდი მე ამ ფინალზე მომიწევს ოფროუდი უსამართლობა თქვენი ნახევარ ფინალი ხელი მოგიწერე დანი კაპზე შეგატოვე გოუთი მე ამ სეზონსაც პროსტა მოუსინჯე შენ მეგობრში გააკდა ზოგჯერ მოუსვიჯე ამ თამაშებისთვის გინდა სხვა Windows-ი ჯე მე ვარ ვიზილე ვეინის ვეში გოუთი ჯე ეი სხვას ვერას უყურებ ჯიბებზე მაგრამ რა თქმა უნდა ნათელ თემას რო ახსენებ უფრო გაიგებე თორემეს ორივე არის უფთო ანგელოზი მაგრამ შესთავაზე ნახე პირში სულ არ ჩაიდებე თუ გინდა შეპატარო დამტვილი თუ ცრუარი ვერც კი წარმოიდგეთ რამდენ რამეზე ვთქვი უარი რამდენად აცალა ჩემი ტვინის რეზერვუარი ავტომატურიდან გადავთე ახლა მაქვს მანუალი ვინმე პანჩები გამოატანეთ ვაფშე ყველამ ვიცით აქ ეს ორი როა ფანი გინდოდა ისივინი ქვისახე და მოგაგვარე გინდოდა ისივინი მოგიყვანე პოატანი ეი არავის ეგონოს JJ კაიკაცი რადგან ბეჩევეცი შენ თუ ბეთლის გარეც ვიხარ ჩვენთან აიდი და იკასიზე დასცინოდა მერე ედგაროცა ეკრანზე ჩვენთან უკან არავის ეგონოს JJ კაიკაცი ყოფილიყო კოა უფრო ადრე გაიცნობდა ისულ არის ჩვენი ლუკას ქვედა მეზობელი მაგრამ ისე დაემთხვა აქამდე არ იცნობდა მეგობრებო აი რაღაცებს იტოქში სანამ ვუსმენდი მეორე ვერ სამათ რაღაცებს ფიქრობდი ჩემთვის რა რომ ანუ რაღაც მომენტები ხოაზე ხარ რომ დავიმახსოვრო რომ აი რომ დამთავრდება ვერსი რომ თქვა აი ვერსი დამთავრდა ყველაფერი დამავიწყდა ბიჭო კაროჩე შესრულებით აჯობეს 100%-ით ეხლა პანჩები ცოტა მეტი იყო აქეთ ვიდრე იქით რა ანუ აქ ეხლა ძალიან რაღაცა სერიოზული და რაღაცა ისეთი პიზდეც პანჩები არ იყო პირველ რაუნდში უფრო მეტი პანჩი იყო უფრო აგრესიული და უფრო ისეთი იყო მაგრამ აი ეხლა გამახსენდა ერთი რაღაცა აქ ბიტი ხო თქვით უკვე რომ ნუ არ ვარგა ეხლა კარგი ბიტი არ არის და რაღაცა პირველ ბიტს ჯობია მაგრამ ამ ბიტს ერთი კარგი თვისება აქვს ის რომ უფრო
slow paced არის, ანუ უფრო შენელებულია რა. შესაბამისად, MC-ს აძლევს უფრო მეტ საშუალებას იმისთვის, რომ რაღაცა იბაზროს რა, ისე რომ გასაგები იყოს და სადღაც არ იჩქაროს და რაღაცა ეგრე არ ილაპარაკოს და რაღაცა, ანუ აი ეგეთი თემა არ იყოს და სიტყვები რო ისმოდეს უფრო კარგად, ამის საშუალებას გაძლევს ბითი რა. წინა ბიტთან შედარებით და ამათმა ბევრად უფრო კარგად გამოიყენეს ეგ, ვიდრე იმათმა. იმის და მიუხედავად, რომ მეორე რაუნდში Marlo JJ-ს ცოტა უკეთესი დიქცია ჰქონდათ პირველ რაუნდთან შედარებით ისევ და ისევ იმის გამო, რომ ჩქარი ბითი არ არის, მაინც უფრო ნაკლებად კარგად ისმოდა ეს ყველაფერი, ვიდრე ბანის და ტახას შემთხვევაში, ანუ ბანი და ტახამ ბევრად უფრო კარგად გამოიყენეს ეგ ბითი რა, ჩემი თვალსაზრისით რა. და აქ ბანი მიხვდა, რომ ხმა უწყდება, ვეღარ კაჩავს და წვეჩი უწყდება და მაგით აფუჭებს ვერს და ტონი დაწია. ეთყობოდა, რომ ჩანაფიქრში ხმა მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან წევდა, ეგ შევამჩნიე რა, ანუ ქვემოთ იმაშვებოდა რა. აგდებდა მაგას და კაი რაღაცა იყო, მოუხდა კიდევაც. იმის და მიუხედავად, რომ მივხვდი, რომ ჩანაფიქრში ეგრე არ უნდა ყოფილიყო და აქ ჩაასწორა, მაინც მოუხდა, კარგი იყო. On the fly რო ეგ შეცვალა და რომ მოერგო სიტუაციას, ეგეც ძალიან კარგია, ძალიან დიდი პლუსი არის და ხო, overall რავი, აი, რაღაც პონჩი მინდა რომ 8 ვთქვა, მაგრამ 8 არ არის. ხვდები რომ 8 არ არის და ბევრად, ანუ ბითი აფუჭებს თვითონ ამ ვერსს რა. 7.5 რა. მე ძალიან ცუდი დიქცია მაქვს, bro. მე რომ ერთადერთი უყურე, მე ნახე, ვიღაცები მიწერდნენ ჩატშიც და კომენტარებშიც, რომ შენც გადიო კაცო მონაწილეობა მიიღეო და ეგრე ძალიან გესმისო და რაღაცაო და ისაო და ესაო და მუსიკალური ხარო და რაღაცაო. ბიჭო, მე ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რომ ლირიკას ვერ ვწერ. ქართულად განსაკუთრებით ვერ ვწერ. ყველაფერზე რაც კი დამიწერია, ყველაფერზე ვიქრინჯები და მაგიტო დავანები მართავია, ხვდები რომ ჩემი არ არის ეგ. და მეორე კიდე დიქცია შეიძლება საუბრისას ნორმალური მქონდეს, მაგრამ როგორი რაღაცა არის იცი, დარწმუნებული ვარ დაჟე რომ ტექსტი რომ შემეძლოს რომ ტექსტი დავწერო, ან ვიღაცას რომ დავაწერინო ტექსტი, იქ რომ გამოვიდე, ენა დამებმევა უეჭველი ან ტექსტი დამავიწყდება. ასე რომ, ჩემი არ არის ეგ რა. მესამე რაუნდებისთვის შევქმნათ ხმაური! მესამე რაუნდი! არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ! შიშა! ისევ შიშა! ერთი წამი ბითი კაროჩე, თავიდან რაღაცა სინტეზატორები, რაღაცა იქ გალობა რო არის. რაღაცა კარგია. მეთქი, რაღაცა ძლივს, რაღაცა ნორმალური, ეხა უნდა მოიხოდოს და უცებ მერე შემოდის რაღაც, აი, როგორ შეგრძნებას მიტოვებს, იცი? ძალიან ცუდი შეგრძნება გამიჩნდა. გეცოდინებათ ეგ სერიალი, რომელსაც ქვია Squid Games. პირველ სეზონში, არა, მეორე სეზონში იყო. Короче, Fly Me to the Moon სიმღერა. Fly Me to the Moon ზოგადად ჩემთვის ძალიან ისეთი საყვარელი piece of music არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ნაწარმოებში იყო გამოყენებული ისეთში, რომელიც ძალიან მაგალითად, ერთ-ერთი არის ევანგელიონში. ევანგელიონის ending theme იყო Fly Me to the Moon და რამდენი სერიაც არის სერიალში, იმდენი ვერსია, cover ვერსია იყო ending-ში რა, მოკლედ რა. ხო და მანდაც გაიჩიტა რა Squid Game-ის მეორე სეზონში ეგ და ძალიან ყლე რემიქსი იყო. აი, იმდენად ყლე რემიქსი იყო მაგ სიმღერის, რომ მეთქი აი რა ყლეობა არის ეგ. აი, მართლა სერიალს უყურებდი, ვუსმენდი მაგას და აი ეს რა ყლეობა არის. აი ეგეთ და რატო? ეხა მიხვდებით. აი, ბამ Max ხმის დედის აი მძაგს გული მერევა საშინელება არის. აი
მე მგონი ამ ვერსიის გამო შემზიზღდა ეგ საუნდი, ხვდები? ძალიან ცუდი არის. აი არა პროსტა არარეალურად ცუდი არის. მეც აღარ მოგასმენინებთ, ძალიან ცუდი არის. პროსტა საშინელება არის. ანუ აქ არის იგივე ხმა, ეხლა საიდან საწავედი. ანუ მეზიზღება ეგ საუნდი. აი პროსტა საშინელება არის. ნებისმიერი ინსტრუმენტალი, ჰიპ-ჰოპის ბიტი თუ რაც კიდე რო იყოს, აი ეს ჩასაბერების ბასი, სადაც არის გამოყენებული ეგრე, გულისამრევია ჩემთვის. მე პროსტა უბრალოდ ემოციურად ავხსენი რატო არ მომწონს. თორე ვიღაცის გემოვნებაში შეიძლება ჯდებოდეს და ჩემთვის perfectly fine არის. ჩემ თვალში ის ადამიანი ცუდი არ ხდება და რაღაც ღვაზე ხარ. პროსტა აი ეს არის ანუ შესავალი ბიტს თავიდან როგორც იწყება, კარგია და აი ეს აფუჭებს და აი სურა სანამ მოусმენ ამ ბიტს სულ უნდა გამახსენდეს აი ეს საშინელი ყლევერსია Fly Me to the Moon-ის. ხო, აი ზუსტად რასაც ვიძახი, აი საშინელი ქავერი არის და აი მანდარი ეგ საუნდი კაკრას, აი ეგრევე გამახსენდა. Alex Drake-ი გევასება, აი ხა გაჩვენებ უყურე. ჩემი აზრით მეგობრებო, Drake-ს ვინც უსმენთ, აი ესე დაამთავრებთ რა ბოლოს. აი ესე. ხო, ანუ არა ვუთხრათ Drake-ის მოსმენას. თორე, ანუ აი ეს იქნება თქვენი საყვარელი, რავი, ზმანი, არ ვიცი ძმა, ანუ იმედია ამომწურავად გავეცი პასუხი შენს კითხვაზე. კლებიტები კი არ აკეთა, ესენი ირჩევენ, რომელი ბიტიც უნდა, თორე ისეთი ბიტებიც აქვს, როგორც მაგალითად Alex შეიძლება მოეწონოს, ხო და რა ვიცი ძმა, კავშირი ძალიან ცუდი ბიტია რა. კაი. დავაი, pull up და უსმენთ. მიყენეს ხოთი როგორც მიშა ყველანი ბადებში მალე დაიწვებითა აქ არ გინდა ბაბა ისეთ რას კლაც დაგისვავ და ისვით ოჯენი კოდი გაიქო პონტი ფინალი ჩვენი და თქვენი ბანკროტი ფინალში ნიკის და მთელი ფოთი ჩაიყვანეთ და ბოლოს აი ეხლა კაროჩე რაც ვიბაზრე ეხლა რაც ვაჯვი ამ ბიტს ხო იმას ვქენი მეთქი რა საშინელება არის რაღაცა ესა აი ეხლა დასარტყამები რო შევიდა მომწონს დასარტყამები მომწონს და ის ქალის გალობა სოპრანო თუ რაც არის რაც დაყვება მაგრამ აი ეს მკლეობა ძალიან იქო პონტი ფინალი ჩვენი და თქვენი ბანკროტი ფინალში ნიკის და მთელი ფოთი ჩაიყვანეთ და ბოლოს შენი მალე პონტი ვარეგო თქვენ არაცოთ მაგაცობდი მაგბეჭი შენი კი სედეგი კიდე ამას აგინემდე შენ ბაუნსობდი მე მგონი მართლა შენ ჩატრეხე კიდე რო შენ დაიციან რეპიან ტრაპი ბუმბაპიან როკიან ჯაზიან ბლუზიან უსიან მასალას თამდენი კუსიან უსიანდებ კუსები კუსია გურიან ხლებზე და ის დავირული სიტყვებს თუ ისვრიან იცავეცმები მოგითხენ კლიპები რაც უნდა მიხსენ აჰა მაკლივში გაწეული კარბეობა არავინ ზედმეტად რომ ხარ მეტი შარა ზედმეტი წამოგწდება კარები ჩარაზე იმდენი ყლე გიდევს პირში მარა შენში მეტი ჩავა და ჰანუ იჭინთები და დღეს ბაჭი აცაბაზრე მოსესა ბრალე პირველი ბიტუბი მოსკადა გამისთან როცა დააგე ერთი დამი დაუზონაუთდი თავიდან უნდა მოусმინო აი ეს პროსტა ერთადერთი რაც ამ ბიტს აფუჭებს არის ეს აი ეს ჩასაბერები რა ეგ ჩასაბერები რო არ იყოს კარგია არ ვიცი რატო ვის მოუვიდა აზრად მაგ ჩასაბერის დამატება მაგრამ აი ეს ჩასაბერი რო არ იყოს კარგია ის არის რა ქვია ოდნავ და უნდა დავაფულაფო იმიტომ რომ მოსმენისას დაუზონაუთდი ორი წამით და ხო როკიან ჯაზიან ბლუზიან უსიან მასალას თამდენი კუსიან უსიანდებ კუსები კუსია გურიან ხლებზე და ის დავირული სიტყვებს თუ ისვრიან იცავეცმები მოგითხენ კლიპები რაც უნდა მიხსენ აჰა მაკლივში გაწეული კარბეობა არავინ ზედმეტად რომ ხარ მეტი შარა ზედმეტი წამოგწდება კარები ჩარაზე იმდენი ყლე გიდევს პირში მარა შენში მეტი ჩავა და ჰანუ იჭინთები და დღეს ბაჭი აცაბაზრე მოსესა ბრალე პირველი ბიტუბი მოსკადა გამისთან როცა დააგე პარა შეიცვალე ნიკის და ბრალე გოჩა და მაიქსთან როცა დააგე გავა ერთი კვირა და რასტა აბრალ თქვენდელი ბესლის დაგებას მაგიტო და გენძაკინდო და გაუთო კამარი ორივე ტიტული და და ორივე აკე გამასულო და ნაბანასანა პარა გაგე პარა ალაგე მე ვარ ხალი ბასრი შენ კი შალაბან
ჭირდებოდი ენა ატლიკინე ბრიდებოდი ანდასემ ნახუი დასემ მოდი კაკა როგორ მოხვედი გაფოროდი კაკა გორო ბაჯების ბაკა ბაღი გაგონდო აი ეყობა შეჩემა რა იყო არიკა ბანი დაღასთან სექსები გალიკა არამი ტეხო აკვანიკა ჩვენამდე იქმარეს აიძიმ დაიკა easy money easy man იმდეს გეუბრები გიზი ვარმე რას გიზგიზებე სნაპერს კალი და ჰარამდეს მე ბაზრები გიზი და მოვიგეთ ვიცი ფინალი აცი ეკორი კაცი ეკთავი დაციე კამარი ცაციე კაციე და მორჩა წადი სახში ბიჭო დაეშვიათ ჰოუმლენდერს კლავენ ეს ბიჭები შავებში ნაუ კაროჩე ეს რაუნდი იყო უფრო უკეთესი იყო პირველზე მაგრამ უფრო ცუდი იყო მეორეზე და რაღაცა მომენტები იყო მაგალითად ზოგადად მარლოზე ვიტყვი ერთ რაღაცას რა ანუ კარგი ბიჭია მარა აქ ერთი მინუსი რაღაცა ზედმეტი უემოციობა და ცოტა რაღაცნაირი ხმა აქვს რა ვერ ვამუღამებ პროსტა რა მაგას აი უემოციოა ჩემთვის და ძალიან ისეთია so I don't know ერთი მომენტი იყო რის გამოც აი მე პირადად ჟურიში რო ყოფილიყავი გულას უეჭველი დავაკლებდი იმიტომ რომ აი იმენა წავიქრი აი ეს დამემართა წავიქრინჯე რა რომ აი ძალიან კონფიდენტ რო ეგონათ რომ უნდა შესულიყვნენ და რო დაასტრეს გაჩერდნენ დაელოდნენ და მერე შევიდნენ ბიტზე აი ეს იყო ძალიან ცუდი ეგ მომენტი ერთი კიდე ერთი რაღაცა რა JJ ამ ბეთლშიც კონკრეტულად ამ რაუნდში და kinda ზოგადად all flow მარა ლირიკა ვერ აი რაღაც გახსოვთ რომ ვარეაქტებდი იმას რა ქვია ვახტანგ კალანდაძის რაღაცა ბიტბოქსის რაღაცა იმეებს რა და ინგლისური რო არიცის ტიპმა და რაღაცა ჯიბერიშს რო ბაზრობს ესპერანტოს რაღაცა ვითომ ინგლისურად რო ბაზრობს ამ დროს რო თვითონ არიცის რას ლაპარაკობს რა აი რაღაცა ეგეთ მომენტებს აძრობს რა რაღაც პონჩი ასწორებს რო ექშელი სიტყვები რო იყოს მაგრამ ექშელი სიტყვები რო არ არის და ჯიბერიში რო არის მანდ ან შეიძლება მე ვაღვიქვავ ჯიბერიშად და ექშელი სიტყვებია მან, მაგრამ მე მგონი რომ არ არის, პროსტა სტილისტვის ხმარობს მაგ იმეებს რა. აი ტაჰამ გაუკეთა მეორე რაუნდში იყო მე მგონი ეგ, ხო? ტაჰამ კაკრას დაუხვედრა ეგ თავისივე აი ეს რაღაცა ტექნიკა იხმარა, ოღონდ ექშელი სიტყვები გამოიყენა მან და ეგ ძალიან თესლი იყო და როდესაც ექშელი სიტყვები არ არის და პროსტა all flow zero lyrics ცოტა ხო აი ჩემთვის ნო ბიჭო ისევ ხუთი kinda ანუ არისო ეს პანჩი ვაფშე არისო რაღაცა მცდელობები იყო პანჩის მაგრამ არ მე ვერ დავამუღამე არც მინდა რომ ძალიან დავაკლო ქულა და არც მინდა რომ ძალიან ბევრი დავუწერო აი რაღაცა 4.5-5-ის შორის იმაშვები მე ვყევობ მაგრამ მოდი რაღაცები ვაპატიოთ და 5-ს ვიტყვი ანუ ოკეი იყოს ბიც უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. კაი მოდი ბოლო ვერსი ბანი და ტახასი აბა რა იქნება. უდისთვის შევქმნათ ხმაური! მესამე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ! ვაიმე! არა ძვეჭ. ცოტა გაიწე პერფორმანსი. იძლევა მოგაჭამს Koşeke şallat misa marti Basus vărțuen presens gaut misa marti Me vart gășeni natlia silas gațrit Gălician juela bațaș mi gadați Șenar harpe bașe harteta hori Meram tenet gamo patron metapori Zamit noli winda wingot meti pori Tusikis magatebi warfeta omi 20 programa javascript Rota 20 programa metadoni We maxorem tu mag megabiti Oana turem qoilas როგორც megatroni Mero bazrobitsis teksti ხალხი Შენო საკითხულობ კიდა ტელეფონი და მიცახე ანია გერბანი ჩვენს ვერ ემოდიან ანუ განიტონი აკონტროლე ჩვენთან დუხი ბიჭო და შეუნდა აკონტროლო ბარიტონი ჩვენი შენობა აგურების სანამ ჩვენი სასახლეა არტონი მე თქვენ ბრძოლის ველებზე ვსაირნობ რადგან ჩემთვის არის პროსტა გარნიზონი ჩემი ველანა წერის უხაზებში იზომება სანამ თქვენი სამი ზოლი მიმავს სადაც მინდა გეზითევს არ გინდები და პირაკესი შემდეგ უკეთესი ვიდრე წინა ვერსი ვიდრე ტონას კერძეა ნურკინა ხელში ხელების მარტია მარტივად აკეთებს თავში რაც ალთია გავდივარ ჩარჩოებს მიღმა ეს არის ეს
ზომილებისთვის არასდროს ჭირდებაზე მონი სეზონზე მოგიგებ ჯეკო პროსტალიშბი მე ბეთოვე არ მეცეკო აკეთ ახტი და თქვენი მდივანი ცეკ ვერი ჭერა მხაზებს და აღარ დარეკო ია ოვალთვის ჩაგდრება ჩარვალი რადგან ამ კამერს არასდროს არ გაგაკარე თქვენ ყველას მოუგებ ქვეყანაში თუ მე და ტაჰავაც ასვარგარე ია გოუთი ინდა ჯერასენეს მე მგონი უნდა და ფარა მარაგაე პარათროლა ისი პარავს ეს პარატაგონია წაიყვანს პარაცა მარას და ვაფთავებ და ისე დავაკრებ ქალს მე ლოგვი პასუხე ხომ შენში გარგა მივიბი რაღაცო გვადენი ნაგავს ამ თესლებს და ჰათავი სეზონში ჯარგავს ხერხო ბიჭებს ვაკბიძე ფოკუსი ტუტორია ეს არის ბაკია წინაზე ვქი ჭუჭუები თქო ჯეი გამობის და სვარა მენაბია მაგრამ ვერ მიხვდა რომ არბაზო პრეზე მიხვდებოდა რომ დამლოდებოდა მაგრამ ელასავიდრაც ეს იზრდებოდა ისე ლატებოდა წებოდა მიზან თაგვიდგანა დღეს თუ რაღაცას დოდა ვერ ვისანაღლებს ჩვენ გვარდიელები ვიტვიცავ კამრებს კამი გამოვუწია გვინცა ტრაკებს ია ბეტონის უბრალი ბეტონზე დავსვით ტრაკით ეჩოთ მოდის პანჩი დაკით აღშიდან ვართავრებს ავსი ჩათითო და არიგებ თუ ყველასთვის გაგდითო ჯეკ მალო მე დაულო ხელი მგონი ჯერ არ არის გვიან მეორე ფაქტი ვიცი მარტო შეზაღლე ბავშვი ხარ და ჯეკო ჩემ ძაღს ქვია ბიგზე ხარ თუ ხარ გართულდება ორი ველს გეხაბით მალო ხარ თუ ჯეი და თქვენ შეიძლება ოდას მე რაღაც ფერტლა მოიგო არა not today ეს კარგი იყო ლირიკა ძალიან კარგი ქონდათ ამ რაუნდში მართლა ბრო ძალიან კარგი იყო ბიტს ვაფშე თავი დავანებოთ ყლეზე მკიდია ბიტი რა აი პროსტად შევეშვათ შესრულებით ძალიან კარგი შესრულება ქონდათ ბანის აი ეთყობოდა რომ ხმა აღარა აქვს რაღაც ეგრე მაგრამ მაინც იმენა დააწვა თავის თავს და იმას აქნა რა ქვია ანუ გაკაჩა რა მაღლა არ წევდა ხმას იმიტომ რომ ეგრევე ხვდებოდა რომ ჩაეხლიჩებოდა მაგ ხმა და ვერაფერს ვერ იზავდა ეთყობოდა და კარგად ხელში აიყვანა თავი და გაკაჩა ბოლომდე საყო кайხო ეგ ერთი მომენტი ქონდა ბანის ცოტა ბითიდან აცდა მარა მოდი ოკეი ყლეს დავიკიდოთ გრუში ჩაუთვალოთ ეგ დანარჩენი ერთი ძალიან მაგარი რაღაცა იყო რაც დავუმღვამე ბანიმ ძალიან კარგი ბექები მისცა ამ რაუნდში აი ტახას იმენა იდეალურ ბექებს აძლევდა და მეთქი ვა ჩაწერილია ბიტშია ჩაწერილი აი ეგ გავიფიქრე და მე ბანი იქ არ ადგას მეთქი ეგ ძალიან კარგი იყო ეგეც ძალიან გამისწორდა overall რავი 8 solid 10 out of 10 არ იყო ეგ არა bro არა 10 out of 10 არ იყო solid 8 იყო ნუ ხო რავი ეხლა მოდი შეჯამება ბეთლის მე მგონი ყველაფერი ვთქვი ამ რაუნდზე რა კაროჩი პირველი რაუნდი აი ძალიან თანაბარი არ იყო მან ტაჰამ და ბანიმ აჯობეს ჩემთვის მაგრამ იმდენი ხარვეზი იყო პირველ რაუნდში რომ ვერ ჩავუთვლი ისე რომ უკეთესი იყო JJ და მარლოზე რა ამიტომაც ორივეს 5-5 მან პირველ რაუნდში პრე არც ერთი არც მეორე რა ძალიან მინდა რომ ტაჰაბანის ჩაუთვალო მაგრამ ფიზიკურად ვერ ჩაუთვლი იმ რაღაცების გამო მეორე რაუნდი ვაფშე უსიტყვოდ ტაჰამ და ბანიმ წაიღეს და ნუ მესამე რაუნდი რავი იმენა ტაჰამ და ბანიმ წაიღეს რა всё მეტი ჩემი აზრით მან ვაფშე არაფერი ვერაფერს ვეღარ დავამატებ რა დავაი ეხა ჟურის შეფასება მაინტერესებს აბა ვინ როგორ შეაფასებს და უკვე ხვდები ეხა შანსი არაა რომ JJ და მარლოს მოეგოთ ეს ბეთლი რა ანუ ძალიან დიდ ფორას აძლევენ ესენი დაჟე მაგრამ ნუ ხო დავაი მხოლოდ ამის ღირსები არიან ეს არტისტები მე ეს ბიტები მოსმენილი მქონდა მონაწილეობას არ ვიღებდი ხო აი კოა ეხა პროსტა კოამ რო თქვას რომ ძალიან მაგარი ბიტები იყო მე არ ვიცი ძმა რას ვიზავ აი პროსტა არ ვიცი რა ვქნა მითხარით აი არ გეხვეწები კოა ეხა არ თქვა რომ კარგი ბიტები იყო იმ მხოლოდ ვუსმენდი და ვეუნებოდი ვა მეთქი და მოდი პინო პირველი შენ თქვი შენი აზრი პინოსთვის შევქმნათ ხმაური მადლობა კიდევ ერთხელ ეხლა ხო კაი ხმაზე ეგა კაი მეგობრებო აქ რაღაცები მაქვს სალაპარაკო თუ მომისმენთ good კაი პირველ რიგში რა პირველი რაუნდება დავყოთ ყველაფერი რა პირველი რაუნდი რა ტექნიკა flow punchline-ი მიდის მარცხნე
ხარვეზები რო ქონდათ ხმაზე, რო იქ რაღაცა აცდნენ, გამოცდნენ, იჩხუბეს, გალახეს ერთმანეთი, რა ვიცი, იქ გადაუვარეს, იქ ტახას ტექსტი რო არის მოდა ნახევარი ვერსია იმის გამო, რომ ძალიან ემოციაზე იყო და ძალიან ყვირო და ეგ არ ითვლება. შეიძლება ვატრაკებ, მართლა შეიძლება ვატრაკებ, მაგრამ რა ვიცი, ძმა, ხარვეზები ქონდათ და მაგიტო მეც ძალიან მინდა რომ მივცე. მაგრამ ვერა რა. ტექნიკა, flow, punch-ი მიდის მარცხნივ. მესმის რომ ანუ შეიძლება მისაღები არ იყოს ახლა რაღაცა ჩემი ნათქვამი, მაგრამ რავი, ყველა თავის დროზე მივხვდებით რას და რატო. მესამე რაუნდი, ტექნიკა, punch-ი, flow, მარცხნივ. ეიო, კიდევ ერთხელ კასისთვის შევქმნათ ხმაური! კიდევ ერთხელ მადლობა. აი, მივხვეთ მეგობრებო. რავი, აი ძალიან კარგად, ძალიან კონცენტრაციით, ძალიან მობილიზებული ვუსმენდი ამ ყველაფერს და ძალიან რთული არის fast flow-ზე რაღაცეების გარჩევა, თუმცა ეს არ იყო ტექნიკური ამბავი, იმიტომ რომ სხვა fast flow-ები მესმოდა. დღეს მაგალითად მიუხედავად შენი სერიოზული ტექნიკისა, რაც წინა ბეთლებშიც დავამუღამე, აქაც ძალიან ბევრი მაგარი რაღაცეები ქენი, fast flow არ მესმოდა ძმაო, ვერ გავიგე ვერაფერი, მართლა, აი სი ზუსტე და სი სუბთავე ბიტთან შერწყმის დროს, ალბათ აქ იქნებოდა რაღაც მსგავსი რაღაცა პრობლემა, მაგრამ ამას გავეშვათ რა, ანუ ძალიან მაგრად ჩაატარეთ, იმდენად მაგრად ჩაატარეთ, რომ რავი, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი არის ამ მიმართულების და მეორე რაუნდი მოიგეთ, ამის თქმა მინდოდა. მეორე რაუნდი მოიგეთ, ოღონდ ძმებო, დანარჩენი ორივე რაუნდი გადაფარმეს, აურა წაიღეს, არც punchline-ების განსაზღვრას არ აქვს მნიშვნელობა, არც flow-ს დევნას არ აქვს მნიშვნელობა, აურა გადაგვაფარმეს ამ ბიჭებმა თავზე, ჩემი ხმა ძმებს. გიორუსიასთვის მეორე რაუნდი რო ამათმა წაიღეს, ამაში არ ვეთანხმები, აი არანაირად. ოკეი. კარგი. მადლობა ბროს, მადლობა. მე რაღაცეებში დავეთანხმებით ჩემ კოლეგებს, რაღაცეებში არა, ვერა. პირველ რაუნდში გეთანხმებით, პინოსაც ვეთანხმები, კასსაც ვეთანხმები. მეორე მესამე რაუნდზე გადავიდეთ. მეორე რაუნდში მე პირადად აქედან უფრო კაი ტექსტი იყო, პლუს ამას ხო კას ვეთანხმები, რომ flow-ებს როცა შლიდით, მაგ მომენტში მიჭირდა გაგონება. ამათ არ გქონდათ მეორე რაუნდში ეგეთი flow-ები, სხვა რაუნდებში სადაც გქონდათ fast-ი და ამ შემდეგ გავარჩია სიტყვები. პლუს მინუს კარგად ძა. მე ტახასი ვერ გავარჩიე პირველში, რავი, ალბათ მე არ მესმის კარგად ყურში. აქედან ნაკლები მესმოდა, მაგრამ მეორე რაუნდში იმის გამო, რომ მარტო ერთი მხრიდან იყო ეს flow-ებზე თამაში და შენი მხრიდან ნაკლები იყო, მან მე ისეთი კაი ტექნიკა ვნახე, რომ ჩემი აზრით უკვე აღარ მაინტერესებდა ტექსტი, დიდი სხვაობა არ იქნებოდა ტექსტში, მაგრამ მეორე რაუნდი მარჯვნივ, პირველი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. მოკლედ, მესამე რაუნდს რაც შეეხება, როცა დროპი მიდის მებო, როცა ჩაჭერა აქვს ინსტრუმენტალს, მან არ უნდა მისცეთ ინსტრუმენტალს საშუალება, რომ ეს ხალხი აბაუნსოთ. ეს ძალიან ბევრჯერ მოვიდა, ძალიან ბევრ MC-ს, ანუ პირიქით, შენი ვოკალი, შენი flow უნდა დაუმატო ინსტრუმენტალს, რაც მარცხენა მხარემ გააკეთა. პლუს ამას, თქვენს გქონდათ ტექნიკური მომენტი ერთხელ თქვენს, მაგრამ განსხვავება ამ ორში ისაა, რომ ესენი არ დაიბნენ და გააგრძელეს და მე რო ყურსასმენი არ მქონდეს, შეიძლება ვერც გამეგო. თქვენ გაბაგეთ და ანუ და პაუზაც გააკეთეთ და მოკლედ, ეგ უფრო წუნი იყო. მესამე რაუნდი ჩემი ხმაც მარცხნივ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ აქ ბევრჯერ ახსენეს რაუნდებში, BDM-შიც ახსენეს ბევრჯერ. უნდა ვთქვა, მაპატიეთ ძმებო, თქვენ ჩემგან ყველაფერი იცით, ჩემი დამოკიდებულება რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. მადლობა, რასაც აკეთებ, როგორც აკეთებ. და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველამ ნახა შენის და იმ სეზონიდან, იმ ერთ-ერთზე სეზონიდან და სასწაულად დიდი ზრდა არის და მადლობა ამ ყველაფრისთვის. JJ
JJ არა, არის ზრდა ნამდვილად არის, ანუ მაგ პონჩი მაგრები არიან, ხო, BDM-თან შედარებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავიანთ თავებს გადაახდნენ წინა ბეთლშიც და აქ კიდევ უფრო რა. კუნძულელია ძმებო, პლატოელია. გუშინ მქონდა დაბადების დღე, მივულოცოთ. აგრადავლიე ჯან. მე მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა, არ მიწყინოს არც ერთმა არტისტმა. ადამიანებიდან, იმ არტისტებიდან, რომლებიც ახლები არიან, რომლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მოვისმინე, JJ არის ჩემი ფავორიტი, ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია აქვს, ძალიან ტექნიკურია და აბსოლუტურად სხვა რამეს აკეთებს განსხვავებულს, ვიდრე სხვა არტისტები და კიდევ ერთხელ ამ ორი ადამიანისთვის შევქმნათ ხმაური. თქვენ ვიტყვი თქვენზე ესე. PvP Flows back to back სეზონის მეორე ფინალისტი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ ოკეი, მისაღებია. რავი რა.